ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა, დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები. Მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას. Უნდა მოხდეს თუ არა აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება და რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი. გამოიწვევს თუ არა საქართველოს პოზიციების შესუსტებას და დააზიანებს თუ არა არაღიარების პოლიტიკას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს საქართველოს იმიჯს. არ დააზიანებს. ახლა მოდით არ ვქნათ ის, რომ ჩვენი ახალი დროის ორჯონიკი ძეების ხელით საქართველოს თვითონ ჩააბაროს ტერს ჩვენი დამოუკიდებლობის გასაღები. რა შეკითხვები არსებობს პრეზიდენტთან 2008 წლის ომთან დაკავშირებით? სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს კულტურული ფორმაა და ჩვენ თუ ამის საჭიროება იქნება, პრეზიდენტიც ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ერთი წუთითაც და წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ძალიან რა შეკითხვებს უპასუხეს დავით აიასა და ტალიავინის კომისიების დასკვნებმა და რა შეკითხვები რჩება პრემიერ-მინისტრსა და ქართულ ოცნებას? აგვისტოს ომის პოლიტიკური, სამხედრო და სამართლებრივი შეფასება. დღეს ღია ეთერში დებატები ერთმანეთის პირისპირ. ქართული ოცნება ეკა ბესელია, გია ვოლსკი, ნაციონალური მოძრაობა გიორგი კანდელაკი, შოთა მალაშხია. დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რურუა, ირაკლი ბათიაშვილი, პაატა დავითაია, კახა კახიშვილი, ჯუმბერ კირვალიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ირაკლი ალადაშვილი, ნათია მეგრელიშვილი, ნინო ლაპიაშვილი. ჩვენი გადაცემის აქტიური დარბაზი. დაელოდეთ ჩვენი ინტერაქტივი შეკითხვას და იაქტიურეთ სოციალური ქსელების საშუალებით. დებატები და ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური განხილვა. აგვისტოს ომი. 21 საათსა და 50 წუთზე. ღია ეთერი იმედზე.